მშვიდობის და საქართველოს დღეს 12 მაისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. 2 საათზე ნაკლები რჩება საქართველოს 152 პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიამდე. კურთხევა დღეს მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება. აღსაყდრების თარიღი საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად თავად შიო მესამემ განსაზღვრა. ცერემონია დილით 10 საათზე დაიწყება და ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. მღვდელმთავრები საკათალიკოსო ბისონით შემოსავენ, სწორედ ბისონი განასახიერებს ქრისტეს უნაკერო კვართს და პატრიარქის უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას. ამის შემდეგ პატრიარქს გადაეცემა სიმბოლოები, კვერთხი და მეორე პანაღია, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი იერარქის ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო ნიშანია და ამავე დროს მიანიშნებს, რომ ის არის ავტოკეფალური დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური. შეგახსენებთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდმა ქართული ეკლესიის მესაჭედ 22 ხმით გუშინ აირჩია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალ მწყემსთავარს. არჩევისთანავე გადაიცა ყველა ის ტიტული, რომლითაც მისი წინამორბედი პატრიარქი ილია მეორე ატარებდა. არის არა მარტო ანდრიაობა, არამედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინხდომელობის ხსენება და რა თქმა უნდა ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ სწორედ ამ დღეს აღესრულება აღსაყდრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ამ დღეს პატრიარქის აღსაყდრება არ არის შემთხვევითი, სწორედ ანდრია პირველწოდებულის დაარსებულია საქართველოს სამოციქულო ეკლესია და სწორედ ამ სამოციქულო ეკლესიის მწყემსთავარი გახდება საქართველოს უკვე გამორჩეული კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 152 პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისიდან მცხეთის მიმართულებით 8 საათიდან გავა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის აღსაყდრების ცერემონია კი 10 საათზე გაიმართება. შიო მესამე საქართველოს ახალი 152 პატრიარქია. ის ამ დრომდე იყო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი. 2003 წლის 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იღუმენი შიო ეპისკოპოსად აღკურთხეს. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აყვანილი იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეთ. 2018 წლის 21 ივნის სინოდის ხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. იყო თბილისის ანჩისხატის ტაძრის, მანამდე კი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 53 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს კი მორჩილად დაემკვიდრა შიო მღვიმის მონასტერში. 1993 წელს აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. 1998 წელს დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. ამავე წლის 3 აპრილს მღვდელ მონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. საქართველოს ახალ კათოლიკოს პატრიარქს მიეძღვნა რუსთავიორის გადაცემა დებატები. პირდაპირ ეთერში მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს როგორც მის მოვალეობასა და გაწეულ 8 წელზე, ასევე იმ ერთიანობაზე, რაც ქართულმა ეკლესიამ კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის არჩევის პროცესში აჩვენა. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებში ეკლესიის მიმართ ცნობიერების ამახლებაზეც. პატრიარქის ეპოქა უნიკალური იყო, ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია მას მოღვაწეობა და მან ეს შეძლო, რომ ერი გააერთიანა. ასევე
ეკლესია გააძლიერა, საზოგადოების ნდობა მოიპოვა. ახალი პატრიარქი ზუსტად ასეთი უნდა იყოს, გამაერთიანებელი ერისა და მეუფეშიო რჩეულიშვილია უწმინდესისა და აუცილებლად მის ნაკვალებზე გააგრძელებს სიარულს, ასე გვიმეორებ, ესე იგი ღვთის სიტყვით, წმინდა წერილით. ეს არის მთავარი, ჩვენთვის მთავარი ღირებულება ეს არის. იმ ქარტეხილების პერიოდში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდა პოლიტიკურ გულისხმობაზე და საზოგადოებაში განსხვავებულ აზრებს, ეკლესიამ დღეს პრაქტიკულად აჩვენა რეალობაში, როგორ უნდა მოიქცეს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება მომავალში. ეს არის მიმღებლობა იმ განსხვავებული პოზიციის გამარჯვებისა, რომელი განსხვავებული პოზიციაც დღეს ვნახეთ, უმრავლესობამ მიიღო ეს პოზიცია და უმცირესობამ, რომლებიც იყო, ასევე მიიღო ეს პოზიცია და ეკლესია კვლავ ერთიანი არის საზოგადოების წინაშე. ახალ კათოლიკოს პატრიარქს მოუწევს უკვე ძალიან მალე გამორჩევა ახალი ეპისკოპოსების 7 კათედრა არის დაქვრივებული საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიებში. ამას მოყვება ბუნებრივია ახალი ეპისკოპოსების მუშაობა უკვე ხალხთან. დავაკვირდეთ ჩვენ უახლოეს ისტორიას, რამდენჯერ ცადეთ გაერთიანება. რამდენჯერ ცადეთ ერთობა. არც ერთხელ არ 40 წელი გადეს. ვერ გავერთიანდით. თავარ ადგილას, თავარ ნიშნულთან გაერთიანება გვჭირდება. ეს მისმა უწმინდესობამ ნეტარსენებელმა ილია მეორემ ბოლომდე გვასწავლა და გვანახა. ახლა ალბათ უკვე ნაყოფის მონკის დრო არის და ვესაუბრალს, რომ ახალი პატრიარქის ამისოდ ყველაფერს გააკეთებს. ყველა ჩავერთოთ ღვთისმსახურებაში. სხვა ერთიანობა არ გამოვა. ახალი პატრიარქის ერთ-ერთი მისია იქნება, რომ მან რაღაცნაირად უნდა შეძლოს და მოიზიდოს ახალგაზრდობა და გონებით გულით აავსოს რწმენით დაამკვიდროს ეკლესიის წიაღში და მხოლოდ სიყვარულით პასუხი ყველა აგრესიასა და დაპირისპირებაზე. ეს ასეთი იყო ჩვენი წინამორბედი პატრიარქი და მე ვისურვებდი, რომ ასეთი იყოს ჩვენი ახალი პატრიარქი და მე იმედი მაქვს, რომ ის ისევე გონივრულად გააგრძელებს იმ გზას, რომელსაც ადგა მაშინ, როდესაც ის იყო მოსაყდრე საპატრიარქოს ტახტისა. ჩვენი დედა ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის მაგალითი დიდი სულიერების, რწმენის, სიყვარულის, მოთმინების და დიდი გონიერების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პატრიარქი მისი წინამორბედი პატრიარქების დარად დიდი გონიერებით ატარებს ჩვენს ქვეყანას და გაგვეყვანს სამშვიდობოს. ქართული ეკლესიის ურყეობის მორიგი დადასტურება ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის პროცესს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებით მშვიდად და ოპოზიციის ჩარევის მიუხედავად პროცესი შედგა და ქვეყანას ყავს ახალი პატრიარქი. უდიდესი სიბინძურის, დიდი შეტევების და იმ სერიოზული თავდასხმების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენმა ეკლესიამ და ახლად არჩეულმა პატრიარქმა წარმატებით გადაიარეს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და დაამტკიცეს, რომ ქართული ეკლესია არის ურყევი, რომ ქართული ეკლესია და საპატრიარქო გააგრძელებს იმ დიდ ისტორიას და იმ დიდ საქმეს, რომელსაც ჩვენი პატრიარქი ილია მეორე მსახურებოდა. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, რომ მის მიმართ არსებული მცდელობები რაიმე ფორმით ჩირქი მიეცხოთ ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის, მოეხდინათ მისი მნიშვნელობის ნიველირება, გაუბრალოება, იყო განწირული იმისკენ, რომ რა თქმა უნდა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს შიო მესამეს მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები პატრიარქად გამორჩევას ულოცავენ. შიო მესამეს ულოცავს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი. პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით შიო მესამეს მისაოცი წერილი გაუგზავნა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიტროპოლიტმა ტიხონმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკლესიის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის ადგილს მართლმადიდებელ სამყაროში. გზავნილში ტიხონმა ასევე გაიხსენა განსვენებული პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობა და აღნიშნა, რომ მისი ერთგულება და სულიერი წინამძღოლობა მრავალი თაობისთვის იყო მაგალითი. მილოცვას ავრცელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი მიტროპოლიტი ეპიფანი, ასევე მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას ულოცავს რუსეთის პატრიარქი კირილე.
და სხვა თემები, როგორი იქნება Trump Tower თბილისი, ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი და Trump-ის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურ რენდერს ავრცელებს. თბილისის გულში საუკეთესო მდებარეობით ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას წერს ერიკ ტრამპი. საქართველოს პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგი განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ესწრებოდა. სხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტებსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი და მისი მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო მინისტრის როლს, განვლილ გზას და მის მიერ წარმატებით განხორციელებული საქმიანობის შეფასებას, სადაც ხაზი გაესვა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. ასევე განიხილეს 4 ოქტომბრის საქმესთან და ჯაშუშების გამოვლენასთან დაკავშირებული საკითხები. სხდომაზე იმსჯელეს პლენარულ სესიებზე წარსადგენ და მისაღებ საკანონმდებლო ინიციატივებსაც. შეეხო ბატონი პრემიერ-მინისტრი იმ ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტებს, რომელიც მან განახორციელა სხვადასხვა ქვეყანაში. ვისაუბრეთ ასევე იმ კომუნიკაციაზეც, რომელი კომუნიკაციაც ესეთი ძალიან ინტერესის საგანი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის და ბევრი სპეკულაციების საგანი იყო ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან და მოვისმინეთ იმ კომუნიკაციის შინაარსი, რა კომუნიკაციითაც ბატონმა ზელენსკიმ გამოიჩინა ინიციატივა ბატონ ირაკლისთან შეხვედრის. ასევე ვისაუბრეთ იმ შეხვედრებზე, რომელიც მოიხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატები და წარმომადგენელი, ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ გაპირებს დელეგაცია ჩამოსვლას. ეს ამბებიც მოვიხილეთ. თუ რა გეგმები გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე და ზოგადად ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო მინისტრის როლი და იმ კოორდინაციის როლი და ზოგადად იმ განვლილი გზის როლი და შეფასება, რაც ეხება კორუფციასთან ბრძოლას. ჩვენ ვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო 8 თვის განმავლობაში, თუ როგორი, ასე ვთქვათ, შეუვალი ბრძოლა კონდა ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ, რამაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სადაც 2-3%-ით უკვე აისახება ეკონომიკაზე. სამგორის რაიონში აფრიკის დასახლებაში ეწყობა კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე. სამუშაოები 2800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათების სისტემისა და ატრაქციონების სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საფეხბურთო ბილიკების, მოსასვენებელი სივრცეებისა და პავილიონის მოწყობა. პროექტისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 474,000 ლარი გამოიყო. მიმდინარეობს 2800 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა. 2000 კვადრატზე იქნება მთლიანად გამწვანებული სივრცე, ხოლო 800 კვადრატზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი არეალი, ასევე იქნება დასასვენებელი სივრცეები, სავარჯიშო სივრცე იქნება, ტერიტორია განათდება, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება სარწყავის სისტემები. გორის რაიონის სოფელ სვენეთში შიდა საუბნელ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა და დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. გზის აღნიშნული მონაკვეთი სოფლის ცენტრს ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის ეზოებში შესასვლელების, მიერთებებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას. გზის რეაბილიტაცია სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს ადგილზე გორის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო. ვიყოფებით გორის რაიონის სოფელ სვენეთში, სადაც მიმდინარეობს 800 მეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული წარმოადგენს სოფლის მაცხოვრებლებთათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოსახლეობის მოთხოვნით ჩვენგან გასულ წელს გაიცა დაპირება და აღნიშნული დაპირება შესრულების პროცესშია. პროექტი დასრულების შემდგომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, მათ გადაადგილებას.
ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რკინაბეტონის სანიაღვრე არხები, 210 მეტრის ლითონის ცხაურები, 690 მეტრის სიგრძის ასფალტის გზა და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოეწყო საავტომობილო ხიდი, სანიაღვრე არხები, ლითონის ცხაურები და კეთდება ასფალტის გზა, სადაც გათვალისწინებულია ეზოებში შესასვლელები. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.gmail განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10 საათზე.